Moguitxe, 100 დღე, Excalibur Sonic-ად, GTA 5-ში. ბნელი მეფილს ემუქრება მსოფლიოს და მხოლოდ Excalibur Sonic-ის ძალა შეუძლია მისი შეჩერება. მოგვიწევს ყველა ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლა მრგვალი მაგიდის რაინდებთან ერთად. შეუძლებთ ლეგენდარული ბახულის ამოვება სკლდიდა და Sonic-ის ფორმის განვითარებას. Excalibur Sonic-ი ყველაზე ძლიერ ფორმამდე. ამის დასადასტურებლად არ დაგავიწყდეს და ალაიკო გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რომ Excalibur Sonic-ის მთელი ძალა გქონდეს. წავედი. მოგესალმებით. გამოიწერე ლეონდი კანონის არხი და ალაიკე და ტოვე კომენტარი და ასევე გამოიწერე. გამომხები სოციალურ ქსელებში, კლიპები აღწერაშია და სკიბალა კაკაკაკა. ზარი ჩართე ერთი ღილაკი. დაი. მოემზადე, რადგან? უმარჯოთ წარმოგიდგენ. ნეო თუ ეს სიმღერა მოგეკითხა. ბრალამაზი მშვენიერი და ძვირფასი დღეა. მოდით ნახოთ დედაჩემს ყვავილს მიუტან, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ. ის მსოფლიოში საუკეთესო დედაა. აკაც კიდე მეც ავიგებ. აკაც. დედა. შეთვის ლამაზი ყვავილი მაქვს. ძალიან მოგეწონება დედა. ნახე დედა, ცოტა მწვენია, მაგრამ ყვავილები მოგიტანე, რადგან მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ. Sonic ეს ძალიან საყვარელია, დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ეხლა თალი უნდა ასწიო და გაცევით ის მოემზადო, რადგან შენ სასაყვანად მოდიან. როგორ, მაგრამ ვით მოდის დედაჩემის სასაყვანად, თუ მე მხოლოდ ბავშვი ვარ, მე ვიგებ. შენი ძალა ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს Sonic და ვიღაც ძალიან ძლიერი მოდის მის დასაპატრონებლად. უნდა წახვიდე. Sonic, ნახე რასაც შენს უკან დავდე, ტელეპორტაციის ბეჭედია. ის შენს მეგობრებთან მიგიხვას. ისინი მრგვალი მაგიდის რაინდები არიან. ისინი ებრძიან ბოროტებას, რომელიც ასდრეზე ნაკლებ დროში მოვა. როგორ დედა, არაფერს ვიგებ. არ მინდა იმ ბეჭედში გავიარო. შენთან დარჩენა მინდა. წადი Sonic. სანამ ძალიან გვიან არ არის. გამოიცანით რა უკვე ძალიან გვიანაა. დადმოგვეცით ბავშვი, გირდება რომ ჩვენი ლიდერი მეფილისი რაც შეიძლება მალე მოვიდეს დედამიწაზე და დაიპყროს იგი. ეს არ გამოვა. მოშორდით ჩემს შვილს ახლავე. Sonic, იჩქარე და გაიარე ამ პორტალში, სანამ კიდე უფრო გვიან არ გახდა. მაგრამ დედა, მე არ მინდა დაგტოვო. მრგვალი მაგიდის რაინდები დაგეხმარებიან შენი ძალის გაძლიერებაში და შეძლებს შეაჩერო შემოსევა, რომელიც 100 დღეში მოხდება. გააკეთე Sonic, გააკეთე ჩემთვის. კარგი დედა, მაგრამ დაფრინდი რომ გადარჩები, მე მივდივარ. საჯანდაბაში ვარ, რა ადგილია ეს? არა დედა, დაბრუნდი. არა, ბეჭედი დაიხურა. საჯანდაბაში ვარ. რა არის ეს? აი აქ ვარ, გავარჯობა. რატომ არავინ აქ? საჯანდაბაში მომიყვანა ბეჭედმა. თქვენ ვინ ხართ? გამარჯობა Sonic. ჩვენ ვართ მრგვალი მაგიდის რაინდები. ამ სამყაროში წესრიგისა და მშვიდობის დამცველები. მე Sir Lancelot მქვია. მე Sir Gawain ვარ. მე ვარ რაინდი Sir Lamorak. მე ვარ რაინდი Sidi, ფსიქიკური Sir Galahad. მე ვარ ცეცხლის რაინდი Sir Percival. და ერთად ჩვენ ვართ მრგვალი მაგიდის რაინდები. ჩვენ გელოდებოდით Sonic. სასიამოვნოა რომ ბოლოს არჩეული ჩვენს წინაშია. როგორ ამირჩიეს მე, მაგრამ ვაკეთე თუ უბრალოდ დედასთან ერთად იყავი. შენ ხარ არჩეული რომ ამოიღო ლეგენდარული მახვილი კალიბური. იმ ქვისგან სადაც ის გაჭედილია. ამისთვის ბევრი მომზადებაა საჭირო. ასევე უნდა შევერთდე მრგვალ მაგიდას. მოდით ამაზე ვიმუშაოთ, სანამ მეფილის ბნელი მოვა. მომდევნო დღეებში მრგვალი მაგიდის რაინდები. მრგვალი მაგიდის რაინდები განიხილავდნენ და გეგმავდნენ, რას გააკეთებდნენ. ეხლა როცა მე რჩეული ჩამოვედი და უნდა დამემფიცებინა ჩემი თავი კალიბურნით, ლეგენდარული מחვილით, რათა შემეძლო შემეჩერებინა საფრთხე, რომელიც გვიახლოვდებოდა. ამიტომ მომდევნო დღეებში მე მუშაობდი იმაზე, რომ ლეგენდარული კალიბურნი ამომეყო იმ კლდიდან, რომელიც ასობით და ათასობით წელია იქნება. სიმართლე რო თქვა, ეს საკმაოდ რთული იყო და ძალით ვერ ვახერხებდი. სანამ ერთ დღეს უწევ, ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი. იჩქარე. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერს სიტყვას კალიბურ Sonic-ი, შეგიძლია მიიღო კალიბური ლეგენდარული მახვილი. ასე რომ, მე რომ შენ ვიყო, იჩქარე, როგორც ურო. არა. წამო, უკვე თითქმის მავს. რამდენიმე დღე აქ ვარ, მაგრამ ეს მახვილი ჩემი იქნება, რაც არ უნდა დამიჯდეს. აი Sonic, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შენში შევცდით ვერ მოახერხე და უკვე რამდენიმე დღეა ცდილო. დანარჩენები უკვე რამდენიმე საათია სძინავთ და მე კი რომ შენ გენდობოდი, ისევ აქ ველოდები.
მაგრამ არ ჩანს რომ ამას შეძლებ, ასე რომ მე წავალ დასაძინებლად. არა, სერგავეინ, მოიცადე ცოტა, მგონი უკვე ვიცი როგორ დამოვიღო. ხო, როგორც შენ ითქვი, მე წავალ ცოტას დავიძინებ და შეგიძლია ამის გაგერჩება, სონიკ. დედა შენს ძალიან უყვარს და გენდობა. შენ ხარ ის რჩეული, ვინც ამ სამყაროს გადაარჩენს. ძალიან მიყვარხარ, ჩემო შვივო. დედა, ამას შენთვის გავაკეთებ. ქმერთო ჩემო, არ მჯერა, მე ამოვიგე მახვილი, თუ რა მიმართება, მას ძალიან დიდი ძალა აქვს. რა ჯანდაბა? უცებ გავიზარდე. ეს მახვილი უფრო. უფრო ძლიერია, ვიდრე მეგონა. სერგავეინ, გაიხვიძე კაცო ადექი. შეხედე ამას, კალიბურნი მაქვს, ლეგენდარული მახვილი, დია. ქმერთო ჩემო, შეძელი გამოვიდა. მრგვალი მაგიდის რაინდებო გაიღვიძეთ. წავიდეთ მათთან სონიკ. უნდა მოგცეთ შენი პირველი მისია. დრო არ გვაქვს დასაკარგი მეგობრებო, როგორც ხედავთ, სონიკი არის რჩეული. მან ამოიგო კალიბურნი ლეგენდარული ქვისგან. ეს საოცარია სონიკ. საბოლოოდ მართალია რომ შენ ხარ ის რჩეული რომელსაც ველოდით. შესანიშნავია. დროა საქმეს შეუდგეთ. პატრონად მეფისდობნოს რომ როცა აქ მოვა მხოლოდ სიკვდილს შეხვდება. დიახ, ძმაო, ეს ძალიან მომწონს. მოდი მაგრად მივბეგოთ. სუპერ! წავედით ბიჭებო. კარგი სონიკ, კარგად მოусმინე. ეს ჩვენი პირველი სამიზნეა. მას თორი ქვია. ისეთეთი ბოროტმოქმედია, რომელმაც შენი დედა მოკლა. ძალიან უხვალს დისტანციიდან შეტევა, ასევე ხშირად იმალება წყლის ახლოს. თუ ზღვაზე წავალთ, მალე ვიპოვით. და ეხლა როცა კალიბურნი გვაქვს, შეგვიძლია დავამარცხოთ. აბა რას ველოდებით? მოდით დავამთავროთ ეგ ნაბიჯვარი და შური ვიძიოთ დედაზე. ეს კარგი ტერი იქნება სავარდიშოდ. დაამარცხო და კალიბურთან ერთად ერთიანად იქცე. ასე შეძლებ შენი ფორმისგან ვითარებას. მაშტორ, წინ. მოდი დავამთავროთ. წინ! დედა, შურის ძიების დროა. ვიცი რომ აქ ხარ ზღვაში და ვაპირებ მაგრად გცემო. მოდი აქ, წყეულო. და აი აქ ვართ, ბოლოს და ბოლოს. სერ ლამორაკიმის წინაშე. როგორ მოიქცე? ხილად მას აქვს კლანების შექმნის უნარი, რაც ძალიან ძლიერად აქცევს. ყველა უნდა დაამარცხო, რომ მასაც დაამარცხო. აჰა, როგორ გაზრდილ ხარ? ის პატარა ბიჭი, რომელიც გაიქცა და დედამისი ჩვენს თვალწინ სასიკვდილოდ მიატოვა. ახლა ჩემს კლონებს შეებრძოლები. და ასემე შენს ძალას, მეფილეს ბნელს გადავცემ. წინ, ჩემი კლონებო. მოუღეთ ბოლო ამ ზღარბს. სონიკ, შერც კი მახვილს. შენ შეგიძლია ეს. მახვილს შევერწყა. მე შემიძლია ეს. მზადვარ, ახლა, წინ კალიბურნ, გამოიყენე მთელი შენი ძალა ჩემთან ერთად. ჩა, მიიღეთ ეს სულელო და საწოდავო კლონებო, წავედით, თია. სად გონია რომ მიდიხარ? ვა, კალიბურნს მართლა აქვს პირები, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს. ეს საოცარია. არც ერთი არ დარჩა სერ ლამორაკა. ძალიან კარგი, სონიკ, ეს შესანიშნავია. ეხლა მოემზადე, რადგან მომდევნო დღეებში მე გაგავარჯიშებ, რომ ისწავლო მახულთან შერწყმა. სრულიად მზად ვარ სერ ლამორაკა. მოდი მოვუღოთ ბოლო ამ არამზადებს. მომდევნო დღეებში სერ ლამორაკმა რამდენიმე ასლი შექმნა, რომ მე გამეგრძელებინა ვარჯიში. უკეთესად მესწავლა კალიბურნის ძალის გამოყენება. საბოლოოდ შეუძლო მასთან შერწყმა და მთელი მისი ძალის მოხდა. ამიტომაც, მომდევნო დღეებში, როცა ვარჯიშობდი და ვაუმჯობესებდი ჩემს ფორმას, სერ პერსივალი მაწვდიდა ინფორმაციას სინაზე, ჩვენ შემდეგ სამიზნეზე. ქალი, რომელსაც სუნი ასწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი არ იყო, ის იყენებდა ცდუნების ხერხებს, რათა შენს გონებაში შეღწეულიყო და შიგნიდან მოეღო შენთვის ბოლო. მას შეგვიძლია ჩემი ცეცხლის ძალა და შენი კალიბურნის ძალა გავაერთიანოთ, რომ მას გავუმკლიანოთ? საინტერესოა. არასდროს შევხვედრი ვარ ცდუნების მეომარს. მომწონს ეს იდეა, სერ პერსიო. მოდი გავაკეთოთ ეს. ის ყოველთვის ქალაქში იმალება და ცდილობს ყველაზე გაჭირვებულებს ენერგია მოპაროს თავისი ლიდერისთვის, მეფილეს ბნელისთვის. სუპერ! მაშინ წავიდეთ იმ უბანში, სადაც ყველაზე გაჭირვებულები არიან და გადავარჩინოთ ისინი. წინ! დავამთავროთ ეს სულელი ღორი. წავიდეთ. იქ სადაც ყველაზე გაჭირვებულები არიან. წავედით. კარგი, სერ პერსიო. უკვე აქ ვართ. დროა მიუდგეთ იმ ბინძურ ღორს. წინ, სულელო ცინა, სად ხარ?
გაჩვენებ რა არის კალიბურნის ძალა. აი ისიც. დიახ, კაცებო, ჩემს სილენძე წამოეგეთ და მეხმარეთ სონიკ არიზოს პოვნაში, რათა ბნელმა მეფილესმა შეძლოს პლანეტის დაპყრობა. აღარ გჭირდება ძებნა, რადგან აქ ვარ. ფრთხილად? სონიკი, მას ბრძოლა არ შეუძლია, მაგრამ მისი მოხიბლის ძალა ძალიან მაღალია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. აი, სონიკია, ბიჭებო, შეუდიეთ და დააპატიმრეთ. გმერთო ჩემო, რა ვქნა სერბერგივა. ყველა ჩემკენ მოდის, მაგრამ ისინი უდანაშაულო ადამიანები არიან. არ მინდა მათ მოუღო ბოლო. მე მოვხსნი მათ ჯადოს, შენ კი იმ დროს სინას დაამაცხე. კარგი, თქვენზე აღარ ფიქრობ. მოდი აქ სინა. რა სწრაფად მოძრაობს. ახლა ესცად. დაიცადე, ჩემო სიყვარულო. დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება გინდა? კარგი. ეხლა რომ ამბობ. სიმართლე გითხრა, საკმაოდ ლამაზი ხარ. და მინდა აბსოლუტურად ყველაფერი შეგისრულო, რასაც ამ ცხოვრებაში და სხვა ცხოვრებებშიც მთხო. ძალიან კარგი, ჩემო ბიჭო. მაშინ ჩაბარდი, მე ფილს ახლავე ფიცავ. როგორ წინებებთ, ჩემო ქალბატონა? არა, სონიკ, გაუძელი. სხვა გონებებს ნუ შეაბრუნებ, გამიმაგრდი. თუ კარგი გაარეაგირებ, სონიკ, ცუდით გაიძულებ, რომ რეაგირო. ეხლა, ყველანი რეაგირეთ. დიახ, მადლობა სერპერსივალ. შენს ჯადოს არ ავყვები. არც კი იფიქრო ადგომაზე. გამოსცადე კალიბურნის ძალა საკუთარ თავზე. წკეულო სულელო. ჭანდაბას. ეს ძალიან ახლოს იყო. მადლობა სერპერსივალ. შენმა ცეცხლმა ძალიან დამეხმარა. ამისთვის ვასწრაფ, სონიკ, ნუ იდარდებ. ეხლა ბევრად უფრო დავარჯიშოთ შენი გონება. თუ გინდა კალიბურთან ერთობა მიაღწიო. სუპერ სერპერსივალ. ყველაფრისთვის მზად ვარ. მომდევნო დღეებში სერ პერსივალი თავისი მთელი ცეცხლოვანი ძალით მეხმარებოდა მედიტაციაში და გონების გაუმჯობესებაში, ისე რომ კალიბურნის უკეთ გაგება დავიცი და ჩემი ძალაც უფრო და უფრო იზრდება. მომდევნო დღეებში სერ გავეინი მიხსნიდა მესამე ბოროტზე, რომელსაც უნდა შევხედოთ. სახელად ზომო, მონსტრი, რომელსაც ყველაზე ძლიერი შეტევების გადატანაც კი შეუძლია და მასთან ბრძოლაში ჩემი ძალა სრულიად ახალ დონეზე უნდა. კარგი სონიკ, ხომ გაიგე? ზომომის ცხიმის ფენები მას ძალიან ძლიერსა და გამძლეს ხდის ნებისმიერი შეტევის მიმართ, მათ შორის კალიბურნის შეტევებისაც. არა, აშკარად ჩანს რომ საკმაოდ დიდია და ძლიერიც. მაგრამ გონია რომ ხმალთან ერთი გავხვდები და დავამარცხებ მას. შესანიშნავია, რადგან ზომომი ფლობს საბრძოლო რინგს, სადაც სრულიად დაუმარცხებელი და შეუჩერებელია და ჩვენ იქ უნდა წავიდეთ და ორთა ბრძოლაში გამოვიწიოთ. მას არასდროს დაუკარგავს არც ერთი ახლო ბრძოლის რაუნდი. ასე რომ მისუვებ წარმატებას, ეს პრაქტიკულად შენი საბოლოო გამოცდა იქნება. კარგი, მას ისე დავჩხლეთ როგორც ხორცის შამფურს. რატომ მოდიხარ ჩემზე სულელებო? მიიღეთ ეს. ეს თქვენთვის და ესეც თქვენთვის. მე დაუმარცხებელი ვარ. ამ არენაზე უკვე 1000-ზე მეტი ბრძოლა მაქვს მოგებული. დიახ. თქვენ სულელები ხართ. აი მიიღეთ კოცნა. მიიღეთ ესეც. რა სულელები არიან ყველა? უკვე დაახლოებით 1020 ბრძოლას მოვიგე. გთხოვთ, შემდეგი შემოვიდეს. შემდეგი მე ვარ და შურისძიების დიდი წყურულით მოვდივარ. ფრთხილად, სონიკ, უკვე ნახე რამდენად ძლიერია. კალიბურნი კარგად უნდა გამოიყენო და შენი შეტევები ზუსტად გათვალო. მაგრამ ეს ხომ ის სურენის ღარბია, რომელსაც დედა არ ხავს. რა სულელია? მოდი აქ, გაჩვენებ როგორ უნდა იბრძოლო. ბოლოს და ბოლოს მეფილის შეიძლება შენს ხელში ჩაგდება. ახლა ან არასდროს კალიბურნი. მზად ვართ. წინ! ავაზაკო! დედა ჩემო! მიიღეს! გავიმარჯვეთ! თითქმის ვერ ვეხები. ძალიან ძლიერია. რა საკეთებს იმქვით? სხეულო! წავიდეთ კალიბურნი. ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ესეც და ესეც, დია, ჰო! ეს შენ არ გამოგადგა. არც მე მომწონს ეს, ჯანდაბა. საიდან აქვს ამ ძიძა? ეს შეუძლებელია. ვერაფერს უხერხებ მას. ის ძალიან ძლიერია, სერგავეი. რა ჯანდაბა გავაკეთე? მოусმინე შენს מחვილს, სონიკ. მოისმინო? და როგორ უნდა მოგისმინო ასეთ მომენტში, კალიბურნი? გამარჯობა, სონიკ. ბოლოს და ბოლოს მისმენ. უკვე რამდენიმე დღეა ვცდილობ შენთან საუბარს. რა? მახვილი ლაპარაკობს. როდიდან? რომ ცოდნოდა რომ ლაპარაკობდი შენთან ერთად არ ვიბანავებდი და არც ტუალეტში შევიდოდი.
დიახ. სონიკ, იმგერად ტუალეტში საშინელი იყო, მაგრამ არა უშავს, რადგან მეგობრები ვართ. ძალიან კარგად ისწავლე ჩემი გამოგონება და ძალიან მამაყობ შენით. ბანი დროა ერთ მთლიანად ლიქცეთ. წინ კიდევ დიდი გზა ბობს გასავლელი და მინდა რომ ერთად დავიაროთ. კარგი კალიბური. ესე იგი ეს ნიშნავს რომ სიონ! სამო კალიბურ, ყველაფერი გავიგოთ. ყველანი, დიახ. ეს არის ექსკალიბურ სონიკის ნამდვილი ძალა. წამო კალიბური. ეხლა მგონია რომ დროა ცოტა გავერდო. თაუ! ეს არის ნამდვილი ძალა, ექსკალიბურ სონიკის. დიახ. ეს გასინჯე ცხეულო მონსტრო. დიახ. დიახ, რომ ისწავლო, ჩემთან ხუმრობა შეიძლება. კარგი, ნაკს. რას ფიქრობ? ეხლა ნამდვილად მზად ვარ ყველაფრისთვის. გაუსაჯერებელია, სონიკ. აქამდე ზომომა არავის დაუმარცხებია. ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვივარჯიშოთ ექსკალიბურ სონიკის ფორმაში, ასე რომ მოემზადე. შესაბამისად, შემდეგი დღეები სხვადასხვა ბრძოლებში გავატარე. დღე და ღამე ვაუმჯობესებდი ჩემს გამძლეობას და ფიზიკურ ფორმას, რომ ამ ჯავშნით უფრო ძლიერი და სწრაფი გამხდარიყო. საბოლოოდ ყველაფერი დავეუფლე და სერ გალაჰაც ვესაუბრე, რომ ერთ-ერთი ბოლო მისია შეგვესრულებინა, სადაც უნდა გაგვენადგურებინა ზიგი. მოხუცი, რომელიც ასევე ფსიქიკურ და მენტალურ ძალებს იღებდა. რაც საერთოდ არ იყო რადგან მაღალ მთებში ვიყავი და ჩემი ახალი ძალით და ჯავშნით, ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვიდა, რადგან უკვე სრულად იმუნური ვიყავი კონტროლის კონტროლის ვის წინააღმდეგაც მარტივ აღაშვა. აქ ვარ, ჩემი ნახვა გინდოდა სერვანსელოტო. ასეა სონიკ, გთხოვ ამოდი აქ. დადგა დრო ბოლო მისიისთვის. აქ ვარ სერლანსელოტო. რა ხდება? რა არის ჩვენი ბოლო მისია? როგორც მრგვალი მაგიდის რაინდები. წავიდეთ ჩვენს ბოლო მისიაზე, სონიკ. უნდა დავამთავროთ აოგი. ეს მონსტრი, რომელსაც აქ ხედავ, შენი დედის სიკვდილის ნამდვილი პასუხისმგებელია და მეფილესის ყველა მსახურს შორის ყველაზე ძლიერი. და სად არის ეს ცხეული შადოუ? მითხარი რომ გავანადგურო. ის იმ ადგილასაა, სადაც ყველაფერი პირველად დაიწყო, სონიკ. მომისმინე. მეც ბნელის ღარბი ვარ და იმავე სიბნელეს გზნობ, რასაც შენ გზნობ. ეხლა შენს შიგნით გამოიყენე ეს სიკეთისთვის და იმისთვის, რომ ოდესმე დაამთავრო ის საფრთხე, რაც ამ სამყაროში. ეხლა ერთად წავიდეთ ზაოგთან. წინ, მე მას ნაპლეთებად ვაქცევ. აქ ვართ, დროა ჩემი შურის ძიება ავასრულო. დაიმახსოვრე, სონიკ, გამოიყენე რის სხვა სიკეთისთვის. სიბნელე ზოგჯერ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ სწორად უნდა მართო. მე მას იმ სულელთან და მის გვამთან ერთად მოვერევი. ვა, როგორ გაზრდილ ხარ პატარა ზღარბო. გავიგე რომ ჩემი ყველა მსახური მოკალი, მაგრამ გონია რომ ეს სამართლიანია. შენი დედა სწორედ აქ დავამთავრე. რა უცნაურია ბედი რომ ახლა აქვე დაგამთავრებ შენს და მიგიყვან ჩემს ბატონ მეფილესთან. მოდი დაწყევლილო დემონო და შეხვდი შენს ბედს. მოდი. აფჩუ! მოდი დედა ჩემს შურს ვიწიებ. რაც არ უნდა დამიჯდეს. აი ეს მიერე. არა, შენი უხეში ძალა საკმარისი არ არის. არა! მომშორდი სულელო. შენი ძალა ჩემთან ვერ შეედრება. კალიბურნი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე შენ, ცხეულო დემონო. ახლა კალიბური, გავერთიანდეთ. დავასრულოთ ეს. დამოჩვიდობ სულელო ზომი. შტა კიდევ ბევრი მაქვს. ესეც შენ და ესეც შენ. კიდევ ბევრად მეტი მაქვს. სონიკ, საკმარისია. უკვე დაამარცხე იგი. საჭირო არ არის რომ შენმა რისხვა მთლიანად დაიპყროს შენი სხეული. ყველაფერი დასრულდა. შენ მოახერხე. დიახ, შადო, მაგრამ ეს ჩემს დედას ვერ დაიმბრუნებს. სანამ ის უფროს არ დავამარცხებ, თავს კმაყოფილად ვერ ვიგრძნობ. ჩემში ბნელმა ისევ დაიწყო ზრდა. მაშინ მოდი გამოვიყენოთ ის სიკეთისთვის, სონიკ.
არსებობს ერთი ფორმა, რომლის შესახებაც აბსოლუტურად არავინ იცის. ექსკალიბურის შესახებ, მაგრამ Sonic, მე გასწავლე ამას და დაგეხმარები მის სრულ პოტენციალში გათავისუფლებაში. გამომხევი. ასე რომ შემდეგი დროების განმავლობაში სერ ლანსელოტმა გაიხადა თავისი ჯავშანი და გამოავლინა თავისი ნამდვილი ბუნება. მან უნდა მასწავლოს, რომ ის ბნელი ზღარბი იყო და რომ მეც შემიძლია გამოვიყენო და ჩავრთო ეს ბნელობა, რათა შევებრძოლო ყველაზე ბნელ არსებას. ასე რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ვარჯიშობდი, ვიყენებდი მთელ ჩემს ბნელ ენერგიას, რადგან სერ ლანსელოტი, ანუ შედოუ, მაძლევდა თავის ძალასა და ენერგიას, რათა გამეხსნა ჩემი საბოლოო ფორმა. გმადლობ შედოუ. ეხლა ყველაფერს შენ გმართებ. ასე რომ სრულიად მზად ვარ მეფილეს დასამარცხებლად. ნუ იდარდებ Sonic და დაიმახსოვრე, რომ ისევ სერ ლანსელოტი ვარ. ეხლა ისევ ჩავიცვან ჩემს ჯავშანს და მრგვალი მაგიდის რაინდები შეიკრიბებიან, რომ დაგეხმარონ შენს ბოლო ბრძოლაში. იმედი მაქვს გნახავთ მაშინ, როცა ალფე კალიბური აღმართავს ექსკალიბურს გამარჯვების ნიშნად. წინ, მოვდივარ, მოემზადე, მეფილეს ბნელო. და ბოლოს აქ ვარ, დროა დავასრულო ეს მეფილეს ბნელო. ჰო, ბოლოს და ბოლოს შევხვდით ცნობილ Sonic-ს თავისი ექსკალიბურის დიდი ძალით. ყველა ჩემი ხელქვეითი დაამარცხე. ნამდვილად დასაფასებელი ხარ. ჩვენ უკვე მაშინ ვიცოდით, როცა ბავშვი იყავი, რომ დიდი ძალა გქონდა. და საუკეთესო ისაა, რომ ახლა ამ ძალას პლანეტის დასაპყრობად გამოვიყენებ. მრგვალი მაგიდის რაინდების და ჩემი დედის სახელით მე ნებისმიერ ფასად გადავარჩენ ამ პლანეტას. ნუ გამაცინე, შენ არასოდეს გაიგებ რა არის ნამდვილი სიბნელე ზღარბის გულში. მე ამას ხელებით გაგრძნობინებ. მოემზადე. ჩუ. შენ არჩეული ჯარისკაცი იყავი. ნუ გამაცინე. შენ შემეცოდი. მართლა შემეცოდი. შენ ნამდვილი ნაგავი. ნამდვილი სიბნელეა წეული. აშკარად ჩანს. რასაც უდავია. ძლივს რამდენიმე წამს გაძლო. არაფერია იმ სიბნელესთან შედარებული, რაც ზღარბს აქვს. ახვაგი დაიწყოს ხოცვა-ჟლეტა და ამ სამყაროს აპოკალიფსი. დაე, ყველა მეტეორიტი, რაც კი გარეთაა, დაეცეს და გაანადგუროს იგი. და ყველა ვისაც გადარჩენა უნდა მომემსახუროს. თუ ეს მართალია. ნუ თუ ზღარბის სიბნელეს შეუძლია სამყაროს დამორჩილება. მეფილესმა ასე თქვა და შადოუმაც მითხრა. ეს მთელი დღეები ვარჯიშისა და შრომისა ბოლოს არაფერ დამოკიდება. ზოგჯერ სიბნელე აუცილებელია Sonic. უნდა გავიგოთ რას ვგრძნობთ ჩვენ შიგნით და გამოვიყენოთ ეს ჩვენი მიზნების მისაღწევად. ჩემო პატარო, ძალიან დაიზარდე და აჩვეულმებრძოლად იქეცი. თუ ვინმე შეუძლია სიბნელი დამარცხოს, ეს შენ ხარ. აჩვენე, რისი გაკეთებაც შეგიძლია. სულელო მეტეორიტო, გაეთრი აქედან. მეფილეს თუ უნდა ნამდვილი სიბნელის ნახვა. ვაჩვენებ რა არის ნამდვილი სიბნელე. დროა მეფილეს ბნელი. ვაჩვენებ რა არის ნამდვილი სიბნელე. ახლა კი ბნელი ექსკალიბურ Sonic-ი. აქ არის ჩემი დასასრული მეფილეს ბნელი. ეს არის ჩემი ნამდვილი ძალა. აი ეს და ეს. მოდი მეფილეს. შენი ბნელი ძალა საკმარისი არ არის. ჩემი ბევრად უფრო ძლიერი. სცადეს. შენ ვერასდროს შეედრები ნამდვილ ბნელ ზღარბს. გახსოვს ეს სიტყვა. შენ ვერასდროს შეედრები იმ ადამიანის ბნელ ძალას, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. მოდი აქ. სამუდამოდ დაემშვიდობე სულელო ბნელო ზღარბი. ამ სამყაროს ახლა უკვე ჰყავს დამცველი. ამ სამყაროს ახლა ჰყავს ვიღაცა, ვინც სულსაც კი გასცილოს მაგას. ამ სამყაროს ახლა მე გადავარჩენ. ნამდვილი და შეუდარებელი ზეციური ბნელი ექსკალიბური.